ჯადო არ არსებობსო არავინ მითხრას, ჩემს თავზე გამოვცადე. ისეთი საშინელება გამიკეთეს, რომელიც მეც მკლავდა და ჩემს შვილებსაც და ჩემს საყვარელ მამაკაცსაც. მოკლედ მოვყვები ჩემს ისტორიას. 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეუღლემ მომიტაცა. საუკეთესო ოჯახში მოვხვდი. ჩემი მეუღლე იდეალური მამა და საუკეთესო მეუღლე იყო. დედამთილ მამამთილი შეგნებული, თბილი და საკმაოდ შეძლებული ხალხი. მალე ორი ანგელოზი შეგვეძინა, გოგო და ბიჭი. ჩემი დედამთილი მე და ჩემს შვილებს ფაქტობრივად ერთად გვზრდიდა. სიმართლე რომ თქვა, ქმარი როგორც მამაკაცი ვერ შევიყვარე. როგორც ადამიანი ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, ოჯახის დანგრევაზე არც არასდროს მიფიქრია. 21 წლის ვიყავი. ჩემი მეუღლე კი 28 წლის, როდესაც ბათუმში წავედით დასასვენებლად. იქ მოხდა უბედურება. ის ზღვაში დაიხრჩო. მთელი ცხოვრება თავზე დამემხო. ჩემთვის სამყარო ჩამოიქცა. ამ ტრაგედიიდან 3 წელიწადში მამამთილი გარდაიცვალა. დაუნდობელია ცხოვრება, მაგრამ თურმე მაინც გრძელდება. მე და ჩემი შვილები დედამთილთან დავრჩით. წასვლაზე არც მიფიქრია. ის ხშირად მეუბნებოდა, წადი შვილო, შენი გზა ნახე, ცხოვრება წინ გაგვსო. ბავშვებს მე მივხედავო, მაგრამ მე მაინც მასთან ვამჯობინე ყოფნა. ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან 19 წელი იყო გასული. მე და ჩემი დედამთილი ნათესავის ქორწილში წავედით. იქ მოვიდა ერთი მამაკაცი. ცეკვა მთხოვა, მაგრამ რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. თავი უხერხულად ვიგრძენი და მალევე სახლში წამოვედი. დედამთილი კი იქ დარჩა. გვიან როცა დაბრუნდა სახლში, გვერდით მომიჯდა და მითხრა: შვილო, არ გეგონოს ჩემთვის ეს საუბარი ადვილი იყოს, მაგრამ ჩემი შვილი აღარ არის. ის ვეღარ დაბრუნდება. შენც ჩემი შვილი ხარ და მინდა ბედნიერი იყო. გვერდით საყვარელი ადამიანი ყავდეს და ტკბილად იცხოვრო. ახალგაზრდა ხარ, კიდევ რამდენხანს უნდა იყო ასე მარტო. გავიკითხე ის ბიჭი. შრომელი, პატიოსანი და რაც მთავარია, კარგი ოჯახის შვილი. ცოლს 5 წლის წინ გაშორებულა. 3 შვილი ყავს, თუმცა უკვე დიდები არიან. არ ვიცი, ალბათ ბედიც იყო. ერთი კვირის შემდეგ დედამთილი ექიმთან წავიყვანე საავადმყოფოში და ეს ბიჭი საავადმყოფოს ეზოში შეხვდა. არ ვიცი, შემთხვევით იყო თუ წინასწარ დაგეკმილი. ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქცია. საქმეებს რომ ურჩით, სადილზე დაგვპატიჟა. ისეთი თბილი და თავაზიანი საქციელი ჰქონდა. ცოტა არ იყოს მომეწონა. ასე ნელ-ნელა ვეჩვევოდით ერთმანეთს და ასე შეჩვევა სიგიჟემდე შეყვარებამდე მიმიყვანა. ასე ვთქვათ, დედამთილმა გამათხოვა. 1 წლის შემდეგ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ქორწილსაც გეგმავდით, ჯვრის წერასაც, მაგრამ ყველაფერში ხელი გვეშლებოდა. როგორც კი მისმა ყოფილმა ცოლმა ჩვენი ამბავი გაიგო, დაიწყო დაუსრულებელი ზარები. ბავშვი მიხედე, ბავშვი წაიყვანე, ბავშვი მოიყვანე. მიზეზები არ ელეოდა. მეც რა თქმა უნდა ხელს ვუწყობდი. საერთოდ არ ვეჭვიანობდი და მის ზარებზე რეაქცია არ მქონდა. თურმე უნდა მქონოდა რეაქცია. რამდენიმე თვის შემდეგ უცნაური შეგრძნებები დამეწყო. ხან კარგად ვიყავი, ხან საშინლად. ეს ბიჭი სიგიჟემდე მიყვარდა და ამავდროულად მძულდა. დამეწყო პანიკური შეტევები, კოშმარული სიზმრები. იმ სახლში გაჩერება არ მინდოდა. გამოვიქცეოდი ჩემს დედამთილთან და მაშინვე კარგად ხვდებოდი. ჩემი საყვარელი ადამიანი კი თვეობით მიტოვებული მყავდა. დედამთილმა ნევროპათოლოგთან წამიყვანა. მან კი ფსიქიატრთან გადაგვამისამართა. ფსიქიატრმა წამლები დამინიშნა, რომელთა დოზასაც ყოველდღიურად ვუმატებდი. ის ბიჭი ციტანჯებოდა, არაფერ შეუმართლებდა, სულ ცუდად იყო. ჩვენი 4 წლიანი ურთიერთობიდან 1 წელიც კი არ გვიცხოვრია ერთჯერ ქვეშ. სულ გავრბოდი, ვერ ვხსნი, რა მემართებოდა. მასთან ვიყავი, მეზიზღებოდა, წავიდოდი, მინატრებოდა. ერთ დღეს მივედი, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი. მე მივდივარ. შენთან რაღაც საშინელება ხდება. შენთან ურთიერთობა მეშინია. ბევრი ვიტირეთ და წამოვედი. ამის შემდეგ ლუგინად ჩავარდი. ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. სრულიად დავსნეულდი. ჩემი დედამთილი გიშგავდა. დღე და ღამე ტიროდა. ის დედამთილი არ არის. ის ჩემი ნამდვილი დედაა. მაისის თვე იყო. ჩვენი მეზობელი გვესტუმრა, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს და დიდი ხანია არ გვენახა. ჩემი დანახვისას გაოცებისგან გაშრა. მოუყვა ჩემი დედამთილი, რაც მჭირდა. უცებ წამოიყვირა. მე ვიცი, ვინც ამას მოარჩენს. გერმანიაში ცხოვრობს ერთი ქართველი ემიგრანტი, სახელად ანალი. დაურეკა, დაელაპარაკა და სამწუხაროდ აგვისტოში ჩამწერა. თუმცა აგვისტომდე თუ მივახწევდი ცოცხალი, არც კი ვიცოდი. ჩემს მეზობელს ჩუმად გადაუღია ჩემთვის ვიდეო და ანალისტვის გაუგზავნია. იმ ქალს გული დაეწვა ჩემი მდგომარეობა რომ ნახა. მაშინვე გადმორეკა ვიდეო თვალით და დიაგნოსტიკა გამიკეთა. ამ ყველაფერს არ დავიჯერებდი, ის რომ არ ეთქვა რაც მითხრა. ერთ ფოტოზე წითელი კაბა გაცვია. ზუსტად იმ ფოტოზე გაქვს გაკეთებული ნეკრომაგია, სასიკვდილო ჯადო. გავოგონდი, როდესაც იმ ბიჭს გავყევი, Facebook-ის პროფილზე ზუსტად წითელი კაბით გადაღებული ფოტო მედო. 10 დღე დამჭირდება რომ სრულიად გაგწმინდო. მითხრა ანალი და ისიც დააყოლა.
პირობას გაძლევ, რომ შენ გამოჯამრთელდები. ამ დღეების განმავლობაში შიგადაშიგ მირეკავდა, კითხვებს მისვამდა. ერთ დღეს ძალიან საინტერესო რამ მკითხა. შვილების მიმართ უყურადღება ხომ არ გახდიო? მართალი იყო. მე ხომ არასოდეს ვყოფილ ვარ ასეთი, მაგრამ იმ წყეულმა გული ჩამიკეტა. ვერც სიყვარულს გრძნობდი, ვერც ემოციას და ვერც ბრას. აბსოლუტურად გამოშტერებული ვიყავი, წამალდამოკიდებული. სულ მეძინა და ვიყავი. არც ის საცოდავი ბიჭი იყო კარგ დღეში. ის ბიჭი დღემდე მწერს, კითხულობს, მაგრამ პასუხსაც არ ვუბრუნებ. მისი ხსენებაც კი დღემდე შეშს მგვრის. მინდა მივმართო ყველა იმ ქალბატონს. ასეთი საშინელება გაუკეთო სხვებს, ხომ იცი, საშინელი, სასიკვდილო ცოდვაა. მე კი ისიც ვიცი, რომ ბუმერანგი უკან დაგიბრუნდება. რად გინდათ ხალხნო, ჯადოთ მოყვანილი კაცის სახლში. მეწოდება თქვენი შვილები, თქვენნაირი სატანა დედები რომ ხავთ. მე ველოდები დროს, როდესაც შენთან ეს ბუმერანგი მოაკაკუნებს, რომ არა ანალი. დღეს შეიძლება ცოცხალიც არ ყოფილიყავი. მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონო ანალი. თქვენ მე სიცოცხლე დამიბრუნეთ.